აი მეგობრებო, ვიმყოფებით სინაგოგა, აი ჩემს უკან არის ეს სინაგოგა, გოლემის სინაგოგას უძახიან ამას. აი ესე. რა თვითია ცნობილი ესა პრაღის უძველესი სინაგოგა, მეგობრებო და თვითია ცნობილი ეს სინაგოგა. ახლა უნდა გავიქცე ჯგუფი გარბის, მაგრამ რა ხდება უყურე. მე-16-მე-15 საუკუნეში წამული ესეთი ლეგენდა იყო რაბი ლევი. ბეცალელი იყო გვარად. ლეგენდის თანახმად მან შექმნა გოლემი. იუდაიზმის მისტიური სწავლების დაბალების მიხედვით მიდის ესეთი რამე გოლემის შექმნა. გოლემი თვითონ ივრითული სიტყვა და ნიშნავს დაუმუშავებელი მიწას. მოდი მისი შექმნა ხდებოდა ისეთ რომ დაუმუშავებელი მიწიდან თიხიდან იღებდნენ და წმინდა ცადიკი ვინცა მართალი ადამიანი მას შეუძლია დააწევა სახელი ემეთ ანუ ჭეშმარიტება და ეს ადამიანი ცოცხლებოდა. ეს ლეგენდა შეიქმნა როდესაც ებრაელები ძალიან დიდ დევნაში იყო. ებრაელებს სჭირდებოდათ პიროვნება ვინც მათ დაიცავენ. ეს ლეგენდა იყო და ამდენ პრაღაში რომ მოხდებით აუცილებლად ესწრებათ ეს არის პრაღის უძველესი სინაგოგა, სადაც ზემოთ ლეგენდის თანახმად იმ სახურავზე, რომელიც არის, იქ იყო წევს გოლემი, რომელმაც დაიცვა ებრაელები შუა საუკუნეებში, რო იყო მათი დევნა. ნუ ეს ლეგენდა ასე თუ ისე, მაგრამ საინტერესო ლეგენდაა და ამის უნდა უცნება რომ ამ სინაგოგაში ვიხავე შიგნით რაღაცები გადავიღე ჩუმად ნო გადაღება არ შეიძლება მითხრეს და რაღაცები ვიდეოები კი გადავიღე მაგრამ მე დავამუშავებ და დავდებ. ახლა ვარ ეს ებრაული კვარტალია მეგობრებო პრაღაში და მივიდივართ ახლა მე მგონი მეორე სინაგოგა თანამედროვე სინაგოგა ხო უფრო და ესეც გოტიკა სტილია. ესეც გოტიკის სტილია ესა. ის უფრო ბაროკო სტილი, მაგრამ ეს გოტიკის სტილია ესა. და ეს არის ასე. აი ნახე როგორი სინდა. Okay. I'm going to come up. აი ნახეთ როგორი სინაგოგაა ესეც. აქ მოსეს 10 მცნებაა დაწერილი. ძალიან საინტერესოა ეს. და აბიჟეშ. სპანარამ. Давай. Вау. Какая крутая. Визна, но придали. У меня так все запущено. აი მეგობრებო, აი აქა ამ ჩერდაკში ლეგენდის თანახმად აქა ინახება გოლემი, რომელიც ლეგენდის მიხედვით იცავს ებრაელ ხალხს, ებრაელ ერს იცავდა გეტოში მაცხოვრებელი ებრაელები. ეს ლეგენდა იყო, მაგრამ საინტერესო რა იცი ჩემო კარგებო. ყოველთვის იყო ისრაელში და ებრაელ ერში მოლოდინი მესიის. თვითონ ეს კონცეფცია მესიის მოლოდინი, რომ ვიღაცა მოვიდა ხსნა, ეს ბიბლიიდან მოდის და მათ ყოველთვის ჰქონდათ რაღაცა. ეს გოლემიც ეს ლეგენდაც დასტურია იმისა, რომ ისრაელის ერს ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი ღმერთისაგან. ზებუნებრივი რაღაცა. იმედი. და ამ იმედმა ისინი მოიყვანა აქამდე და ეს იმედი შეიძლება სწორი არ იყოს. მომენტში ძალიან ბევრ მომენტში შეიძლება სწორაც არ იყოს, მაგრამ ამ იმედმა მათ შეანარჩუნა თავიანთი თავი, აღადგინა სახელმწიფო ისრაელი და მათ ვარ დარწმუნებული, რომ ისრაელი მიიღებს თავის იმერთა და ჭეშმარიტ მესიას, არა გოლემს, არა სხვას, რომელსაც ისინი ელოდებიან, რომელსაც ზაქარია წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველობს თავის სიმში. მე ამის მჯერას და ამის იმედით ვცხოვრობ. ეს ჩვენ ახლა YouTube-ში პრაღი და ძველი პრაღა, ესე ჩემო მეგობრებო.